გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, ვინმე შეუძლია ამიხსნას რა კავშირი აქვს უნგრეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ჩვენს ქვეყანასთან და იმ არჩევნების შედეგებით რატომ არიან ჩვენი 500 რომელიღაცა დღე რუსთაველის პროსპექტის მტკეპნელები უნგრელ ხალხზე უფრო აჟიტირებულნი. განა უნგრული არჩევნების შედეგებით ჩვენს ქვეყანაში რამე შეიცვალა? ალბათ გეუბნებით, ამ ჩვენ საბრალოთა შემხედარებით ისეთი აღქმა მეუფლება თითქოს ქართულ ოცნებასა და ვიქტორ ორბანს შორის არაოფიციალური გარიგება იყო, რომ თუ ორბანის პარტია საპარლამენტო არჩევნებს წააგებს, მაშინ ქართული ოცნებას დაიხურავს ქულს და ჰორიზონტს მიღმა გაუჩინარდება. დიახ, ისე უხარიათ, ისე ზეიმობენ, ისე იგესლებიან ოცნების ლიდერებისკენ, რომ ნამდვილად მათ ასეთი საიდუმლო გარიგების შესახებ რაღაც იციან. მათ იციან, ჩვენ კი არ ვიცით. და ამის მერე ვინმე მეტყვის, რომ რუსთაველზე მოდრიგინე უწყვეტელების სულიერი მდგომარეობა ჯანსაღი და დალაგებულია? უნგრეთის წყალი გადმოგვესხას, მესმის მათი ბანაკიდან და ერთმანეთს უნგრეთიდან ჩამოტანილ წყალს აპკურებენ. რუსთაველის პროსპექტზე უკვე უნგრეთის დროშებიც აფრიალდა. უნგრეთის დროშისადმი არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, ყველა დროშას პატივს მათ შორის მეკობრეების დროშასაც, მაგრამ უნგრეთის დროშებს ჩვენთან რა კავშირი აქვს და რატომ აფრიალებენ მათ? არ ვიცი, არ მესმის და უკვე ცოტა არ იყოს გადავიღალე მათი სულიად გაუგებარი ლოგიკის გაგების ცდებით. გეფიცებით მეგობრებო, მე რომ არ მიხდებოდეს კვირაში 5 ჯერ თქვენ წინაშე რამდენიმე წუთიანი სპიჩით, ანუ სიტყვით გამოსვლა, ალბათ აღარც მივაქცევდი ყურადღებას ნაცების ცანცარსა და სიბრიყვეს. გვერდიდან შევხედავდი ყველა მათ ინსინუაციას და ჩემს ცხოვრებას მივხედავდი, მაგრამ ჯერჯერობით, როგორც ხედავთ, ვაქცევ მათ ყურადღებას და ამიტომაც ვცდილობ გავიგო, რომელი ორგანოთი ფიქრობენ და სადაა ძაღლის ნაცი დამარხული. ერთი ტიპი შემხვდა, თავის დროზე სანამ გააფრენდა და განაცდებოდა, რაღაც ჯანსაღი ურთიერთობა ჰქონდა ხოლმე. ახლა კი შემთხვევით ქუჩაში თუ ხედავ, სხვა მხარეს გადავდივარ, რადგან აღარ მსიამოვნებს მასთან ურთიერთობა. ამჯერად დამალვა ვერ მოვასწარი, ხელი მტაცა და პირზე დუჟმომდგარმა იმაზე დამიწყო ლაპარაკი, რომ აი უნგრეთმა შეძლო, უნგრეთმა გაიმარჯვა, უნგრეთში ორბანის დიქტატურა დასრულდა, უნგრეთში დაბრუნდა დემოკრატია და სულ მალე ასე ყველა ქვეყანაში მოხდება. დემოკრატიაზე ამ საბრალოებს საკმაოდ სპეციფიური შეხედულება აქვს. მათი გაგებით დემოკრატია ის არის, როდესაც ისე ხდება, როგორც მათ სურთ. ყველაფერი დანარჩენი კი დიქტატურაა. თანაც რუსული დიქტატურა. ვიდექი უსმენდი იმ ტიპს, თავს უკრავდი. ერთი კი ვკითხე, კი მაგრამ დიქტატურა თუ იყო იქ უნგრეთში, ორბანმა როგორ დაუთმო მოწინააღმდეგეს არჩევნები. განა დიქტატურის დროს ასე ხდება და თუ ასე ხდება, მაშინ რაღა დიქტატურაა. აი მე რომ დიქტატორი ყოფილიყავი, არავის დაუთმომდი არჩევნების მოგებას და ამის 1001 ხერხი ვიცი მეთქი. მაგრამ ალბათ გექნებათ მეგობრებო შემჩნეული, რომ ისინი განსხვავებულ აზრს არ აღიქვამენ და მგონი არც გისმენენ. ეს გასაგებიცაა, როგორც ყველა ფსიქიურად დაზიანებულ ადამიანს, მათთვის საჭიროა საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირება და რას უპასუხებ, ან და საერთოდ უპასუხებ თუ არა, ეს მათთვის არაა საინტერესო. ამიტომ პასუხი რასაკვირველია არ გამცადა თავისი აზრი გააგრძელა, რომ ახალი პრემიერი მადიარი ყველანაირ რუსულ თამაშს დაასრულებს და მალე ჩვენთანაც ყველაფერი შეიცვლება. ამას დავშორდით. ხომ გახსოვთ, შორეულ ნეპალში რაღაც გადატრიალებასავით რომ მოხდა და ამათ დღესასწაული რომ ჰქონდა, თითქოს ოდითგანვე ნეპალში წყდებოდა საქართველოს ბედი. ახლა კი თურმე საქართველოს მომავალი უნგრეთში იგეგმება. აი ასეთი სიბრძნით სავსე ოპოზიცია ყავს საქართველოს და გეფიცებით ამათ ხელში ქართული ოცნება უახლოესი 1000 წლეული სულ გამარჯვებული იქნება.
ამ სიტუაციაში ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მე ამ შემპყრობილთა გადავკიდე იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ხელისუფლების შეცდომაზე თუ არასწორ ქმედებაზე მინდა ხმა ავიმაღო და ჩემი უკმაყოფილება გამოვთქვა, ჩუმად ყოფნა მიხდება. და განა მხოლოდ მე ვარ ასე დღეში. ერთმა ახლობელმა შემომჩილა ნაცების გამო პირი ვერ გამიღია, რადგან ოცნებაზე რაღაც პრეტენზია რომ გამოვთქვა, უცებ უკან დამიდგებიან ეს რეგვენები და მათთან ერთად კი მე თეთრზე თეთრის თქმა არ მინდაო. ამიტომაც არაფერს ვამბობ და გულზე ვსკდები რომ არაფერს ვამბობ, თორემ სალაპარაკოს რა გამოლევსო. სრულიად ვეთანხმები იმ ჩემს ახლობელს. მეც ასე დღეში ვარ, დიახ და ვზივარ ველოდები ეს პოლიტიკური ველი რომ გაჯანსაღდეს, ეს ბაცილები რომ მოშორდნენ აქაურობას, რათა მერე კონსტრუქციული და საქმიანი ლაპარაკი დავიწყოთ ჩვენ და ჩვენმა ახლობლებმა, ანუ ყველამ, ვინც უკვე 13 წელია დიდი მოთმინებით ველოდებით, როდის გასუფთავდება ეს დაავადებული ველი, მაგრამ ველი არ სუფთავდება და დღეს ამ ველზე ვიქტორ ორბანის წაგებას ზეიმობენ და ნიშნის მოგებით იყურებიან კობახიძისკენ. თითქოს კობახიძე ორბანის დასმული კადრი ყოფილიყო. სრული აბსურდი და სიგიჟე, მეგობრებო. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.